მოგესალმებით ყველას და დიდ მადლობას მოგახსენებთ ზოგადად ინტერესისთვის ჩემი კანდიდატურის მიმართ და ამ საკითხის მიმართ. მე მინდა ძალიან მოკლედ მოგიყვეთ ის თუ იმ შემთხვევაში თუ მე გავხდები სახალხო დამცველი რა გეგმები მაქვს და როგორ ხედავ სახალხო დამცველის საქმიანობას და შევეცდები მოკლედ გითხრათ ეს ყველაფერი რათა მე თქვენგან უფრო მეტი კითხვა მივიღო და თქვენი ინტერესი დავაკმაყოფილო. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა რა იყო დღეს, იმიტომ რომ საზოგადოებას რა თქმა უნდა აინტერესებს მომავალი სახალხო დამცველის კანდიდატი, მისი პროგრამა, მისი არჩევის შემთხვევაში, ამიტომაც დღეს მრავალი მწვავე შეკითხვა, მრავალი ვთქვათ მიმდინარე შეკითხვა დაისვა, რომელიც ეხებოდა იმ სტრატეგიას, რომელსაც აირჩევს ახალი სახალხო დამცველი მისი დამტკიცების შემთხვევაში. შეხვედრის მიზანი იყო ჩემს შესახებ და ჩემი მიზნების პრიორიტეტების შესახებ კახეთში, მთელავში სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება, მათი კითხვების მოსმენა და ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ყოველ შემთხვევაში მცდელობა, რომ მათი ინტერესი დამეკმაყოფილებია. რა თქმა უნდა, აქ აინტერესებდათ ჩემი ხედვები, აინტერესებდათ რა იქნება პრიორიტეტები. პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, პრიორიტეტები არის ის, რომ უნდა უფრო მეტად ეფექტური გახდეს სახალხო დამცველის ოფისი მინიმალური რესურსებით, მან უნდა მიიღოს მაქსიმალური შედეგი. ამისათვის მართვაშიც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გაუმჯობესება მოხდეს თავად მენეჯმენტში და მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვაში. ამის გარდა უნდა გაძლიერდეს სახალხო დამცველის ოფისი რეგიონებში. სახალხო დამცველი უნდა გახდეს უფრო მეტად სახალხო და თითოეულ რეგიონში და თითოეულ სოფელში უფრო აქტიურად უნდა ჩავიდეს. ამის გარდა უფლებების დაცვის პარალელურად და მყისიერი რეაგირების პარალელურად სახალხო დამცველმა სამომავლო პრევენციის მიზნით უნდა გააქტიუროს საინფორმაციო კამპანია და ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის და პარალელურად გარდა იმისა, რომ ის რა თქმა უნდა იმუშავებს ანგარიშებზე და კონკრეტულ თემებზე, თითოეული ეს თემა უნდა გამოიტანოს სამსჯავროზე, თითოეული პრობლემა უნდა ამოწიოს წინა პლანზე და ამისათვის უნდა გამოიყენოს ყველა შიდა თუ გარე რესურსი, რაც კი არსებობს სახალხო დამცველის ხელთ.